მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს არ ვიცოდი რაზე მესაუბრა, როგორც ყოველთვის. და გადავწყვიტე რომ გავახსენებინა ბავშვობა. თრავი რა ერქვა მაგას რა. ანუ ის პერიოდი, როცა მე შედარებით პატარა ვიყავი, თინეიჯერი ვიყავი და მაშინ რაც ვაკეთებდით და რაც ხდებოდა ჩვენს გარშემო გასართობი და ისენი რა. ყველაზე გასართობი რაღაც რაც ხდებოდა ხოლმე ზოგადად საძმაკაცოში, სამეგობროში და ის იყო ჭუბი. ჭუბზე მეტი სოციალური აქტივობა ძალიან რთული იყო რა. ანუ მე ხა ქუჩის თამაშებს და ბავშვობაში რომ თამაშობდით რაღაცებს, მაგას არ გულისხმობ ვიძახი რომ აი 15-16 წლის რო ვიყავი 2010-2011 წელი. მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო მაინც წინ მიდიოდა, ჩვენ მაინც რაღაც გაჩერებულები ვიყავით. მე რაღაცა ერთ პერიოდში უცებ ავიყარეთ ტანი მთელმა ქვეყანამ და ცოტა წინ წავედით. მაგრამ აქამდე იყო რაღაცა აი რა ვიცი რა. არაფერი არ ხდებოდა. თანამედროვე რეალობაში როგორიცაა გართობა სოციალურობა იკარგება რა უბრალოდ. თანამედროვეობაში სოციალურობა იმდენად დაკარგულია და იმდენად ყველა ჩვენთვის სოციალურობა ასოცირდება ტელეფონთან. და ტელეფონში ვართ სოციალურები თორე როგორც კი ტელეფონს ვდებთ, მე იქ უკვე კომუნიკაცია არ გვაქვს ცოცხალ ადამიანებთან ესე პირისპირ. არც ბევრად უფრო სასიამოვნო ვარ ჩემი აზრით რა. ეგეთ კომუნიკაცია, როცა პირისპირ საუბრობ, ემოციებს განიცდი ადამიანისას და ხვდები უფრო მარტივად რაღაცებს. ძველ დროში არ იყო არაფერი მსგავსი არ იყო. ახლა რაებიცა, ანუ კომპიუტერებიც ჰქონდა, მაგრამ კომპიუტერს ჰქონდა დოზა. ახლა დოზა აღარ აქვს. მეც აღარ მქონდა. ანუ აუჩ. ჩვენთან ბიჭო მესმის თან იცის ბრალი იყო რომ არაფერი არ გქონდა ბავშვობაში, მე უცებ რაღაცები რომ გამოჩნდა, ყველა იმდენად გადავერთეთ რომ მე მომავალთაობა ჩვენ გვიყურებდა, ავტომატურად ეგონათ რომ ეს იყო ნორმალური, რომ ჩვენ მთელ დროის დახარჯვა შეგვიძლია კომპიუტერთან რა, რაც დამეთანხმებით რომ არასწორია. და ესე დავიკარგეთ რა რაღაცნაირად. და მაგარი დაკარგული ერი ვართ ზოგადად. ვერც წინ მივდივართ და ვერც უკან რაღაცნაირად ვართ რა, ვერ ხვდები. რა გვჭირდება მაგას ვერ ხვდები და მაგას ბევრს ვფიქრობ ხოლმე რომ რამ შეიძლება გვიშვალოს ქართველებს, მაგრამ პასუხი არ მაქვს და იმდენად არ მაქვს რომ ვზივარ ესე და ვიყურები დებილივით. მარტივად რა ვიხსნათ. ხო და ცოტა რთულია. მე მაგარი დაკარგული ვარ პირადად, მე მაგარი დაკარგული ვარ რა. აი ხა არც ვიცი რა ვაკეთო რა. აი ახლაც ადამიანებთან კომუნიკაციაზე არ მაქვს საუბარი ახლა. აი რაღაცები ხო იყო ადრე რომ აი რაღაცების კეთება გვინდოდა. ეხლა არ ვიცი რა მინდა. რას რატო ვაკეთებ. რაღაცებს ვიცი რომ შედეგები ექნება და პროსტა იმის გამო ვაკეთებ რომ ვიცი რომ შედეგი ექნება და მაგიტო ვაკეთებ თორე. რასატო ვაკეთებ. რა ხდება საერთოდ? ვაფშე რაზე ვწერა ვიდეოს, ანუ როგორც ყოველთვის ისე დავბრუნდით იმ კითხვებზე, რომ აი რაზეა ეს ვიდეო. ხო, არ ვიცი საერთოდ რა, მე თვითონ მაგარი იმდენად დავიკარგე, რომ 1-2 ადგილი მაქვს კომფორტის ზონა და იქ რო ვარ, მაშინ გვგზნობ თავს ნორმალურად. მე დანარჩენებში უკვე ვიკარგები. ვიკარგები რომელია თან, აი. აროჩ. ხო და არ ვიცი რა უშველო. გინ ჩემ თავს, გინ სხვა რამეს. ვერაფერი თქვენ როგორ ახართ? მე კითხვა გუშინ ვიყავ ჯასასთან. და ვიდეოები გადავიღე ბევრი. იმ ახალი TikTok-ისთვის მე რა ვაკეთებ. და მაგების მონტაჟს დავიწყებ ახლა. გუში ვერ ვქენი და ხოლმე გვიზავ. გუშინ რაღაცნაირად ვიყავი. ბიჭო, მუდმივად დაღლილები რადო ვართ? მარტო მე ხო არ ვარ ეს. მუდმივად დაღლილები ვართ და რის ბრალი შეიძლება იყოს ძილის რეჟიმის რომ მოწესრიგებული მქონდეს სულ ხამე აი ვიცი 12-ზე ვწევოდი და 8-ზე ვდგებოდი. მაინც ასეია ყველაფერი. რთული და გაუგებარი. ვერ ვარ დღეს ხო წეგან ვაფშე ნერვები მომეშალა წეგან ვიდეოს ვიღებდი. პირველი მას დარეკეს შუაში გაწყდა ის ვიდეო წავშალე, მე თავიდან დავიწყე გადაღება
და ვიდეო ჩართვა დამოვიწყდა და ვილაპარაკე რაღაც თემაზე და მე ეხა იმ თემაზე აღარ ვილაპარაკე. და ეხა თავიდან დავიწყე დღეს ბევრი დრო წაიღო მოკლედ ამ 10 წუთიანმა ვიდეომ 1 საათია მე მგონი ამას ვაკეთებ. ხო და არ ვიცი რაღაცები გჭირდება ადამიანებს, მაგრამ რა გჭირდება ეგეც ვერ გავიგე და თქვენ თუ მაინც იცით ეგ რომ მაინც გამაგებინოთ რა. რაღაცა მინდა, რაღაცა მინდა რომ შევცვალო, მაგრამ ვერ ხვდები რა შეიძლება რომ გავაკეთო. როცა ყველაფერი ერთნაირად მიდის დიდი ხანი. ეგ არის ცუდი. იმიტომ რომ რაღაც ცვლილებები აუცილებელია, საჭიროა ყოველთვის. და ამ ცვლილებების ძებნაში უფრო მეტ დრო მეხარჯება ხოლმე რო არ მოგატყუოთ, ვიდრე სხვა რაღაცში. და ჯერჯერობით ცუდი შედეგი არ ქონია მაგას. საბოლოო ჯამებში, რაც უნდა დასკვნა გამოვიტანო რაღაც წარსულის რაღაც პერიოდებიდან, საბოლოო ჯამში მაინც კარგი იყო, რომ იმ ბევრ რაღაცაზე, იმ ცვლილებებზე იმდენი დრო დავხარჯე, მაგრამ ეხა უფრო რთული არის და ეხა უფრო გაჭირდა. და რისებრად მაგას ვერ ხვდები. რაღაცა ის როგორ შეიძლება მაგ რომ მთელი ქვეყანა ვიყავით ცოტა ვიყავით არა ვარ და დაწევ ინგლისურადაა კარგად ჟღერს ინგლისურად feeling down რა რაღაცა ეგრე ვართ რა მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ გარეგნულად რაც უნდა გვეტყობოდეს შიგნიდან რაღაცნაირად ვართ რა. ხო მართლა გეუბნებით 90-იანებში ჩხუბი უფრო მეტი იყო გასართობად ვიდრე ფეხბურთის თამაში. 90-იანებში აღარ 2000-იანებშიც 90-იანებში უარესი იყო კიდე. მე კიდე ჩვენ კიდე ჩემ თაობას ცოტა უფრო გაგვიმართლა რა 14-13-15 ცოტა აქეთ ვართ რა ანუ ის ყველაზე ცუდი პერიოდი გავატარეთ აკვანში და არა უბანში და ძალიან დიდი ცხოვრება იყო მანდ. მართლა გეუბნებით აი ხანდახან პროსტა რომ მოვიწყენდით ხოლმე წამოვინმეს დაუშვათ ეგ იყო შემოთავაზება ვიღაცის. საზოგადო 6 კაცი რო ვისხდით წამოვინმეს დაუშვათ. ჩვენს მივიდიოდით და არ გეცემდით ხალხს კაცო ეგეთი პორტები არ ყოფილიყავთ პროსტა 6 კაცს რო დაგვინახა ეხლა სხვა უბანში რო გადავდიოდით ხოლმე რო დაგვინახავდნენ ტალპას გვეძახდნენ. ტალპას ვეძახდით 6-2-ზე მეტ ადამიანს უკვე ტალპას ვეძახდით. 6 ადამიანი რო გავიჩიტებოდით ხოლმე აქ რა გინდათ ბიჭო და აი აქ რა გინდათ რო გეკითხება ვიღაც ტიპი ეჩხუბები აბარასა თან ისე რომ შენ თავთან მართალი ხარ შენ არ დაგიწვი არაფერი რა აქ რა მინდა შენი რა დრაგი საქმე არის სადა აგერ ჩხუბები გქონდა გადატანილი ძალიან სასაცილო ვერსიები ერთხელ ჩემ ძმაკაც შუა ბაზრის დროს ენა დაება რა და იმან თქვა რაღაცა რუსული სიტყვა თქვა ესეთი კუდული ნედარაზუმენია უნდა ეთქვა ნედარაზუმენი არის გაუგებრობა და ეს ნედარაზუმენია რომ უნდა ეთქვა იმ ტიპს ამან თქვა რაღაცა პატარა ნიზრადუმენია მოხდაო და ჩემი ძვაკაცი უყურებს და ეგონა რა შენ ბიჭო ჯერ ლაპალაკი ისწავლე და მე ლაპალაკე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ამბავია ეს ყველაფერი ჯერ ლაპალაკი ისწავლე და მე ლაპალაკე ყველაზე ცუდ ვითარებაში წარმოთქმული წინადადება როგორიც უნდა იყოს ეგ არის აი არ ვიცი 16 ასო შეესალა 20 ასოში შეესალა 16 კიდე ხო იმასთან პრობლემა აქვს ლაპალაკი ისწავლე მაგარი იყო ბავშვი აი ხვალ ჩავწერ კაი ვიდეოს ბავშვები როგორ აზროვნებენ მაგას დღეს მეც ვერ ვაზროვნებ ბავშვებს რა უნდა ვაზროვნო წავედი კარგად ვიყავით მე თორემ ძალიან გამეწენა ახლა გეუბნებით 1 საათია ვიღებ და ძლივს რაღაცა მე მგონი ვიღებ არ ვიცი ეხლა არ ვიცი ზუსტად просто ვირჩენია რომ დავამთავრე საქმეები უჩუ ინტრე გავაცით